ჩვენ დღეს 21 საუკუნეში მაინდა-მაინც იქ ვაშენებთ შენობებს, სადაც მეწყერი, ანუ მეწყერში, ან იმაში რა ქვია, კალაპოტში, სადაც შეიძლება რომ მდინარემ წაგვიყოს და მე-14 საუკუნეში და ასევე მე-10 საუკუნის ძეგლებიც არის და კოშკებიც არის სვანეთში, სპეციალურად აშენებდნენ ისეთ ადგილას, ჯერ ერთი რომ თავდაცვისთვის ყოფილიყო და კოშკების მთავარი დანიშნულება ზუსტად ეს იყო, რომ მტრისგან თავი დაეცვათ. მერე ეს კოშკები ისე იყო განლაგებული, რომ ერთი კოშკიდან სხვა კოშკი ჩამდა და სხვა კოშკებიც ჩანდა, რომ თუ თქვათ მტერი შემოვიდოდა ერთი კოშკიდან მეორეში და სადღაც კილომეტრების დაშორებით მიეწვდინათ ხმა, რომ მომზადებული იყვნენ და მტერი იყო შემოსული და ასევე ისეთ ადგილას აშენებდნენ, სადაც სტიქია არ დააზიანებდა და რაც თავარია ისე აშენებდნენ, რომ თუ მაინდა-მაინც სტიქია იქნებოდა, ან მტერი შემოვიდოდა, რომ არ დაზიანებულიყო.